მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია და დღეს ესეთი თემით შემოვედი, ჩემი და თქვენი უსაყვარლესი ლენორმანით. კარგად არის გამზადებული, მაგრამ მაინც ავჭეხავ, კამერამ თუ იქანავა ყურადღება არ მიაქციოთ, ძლივს დავაყენე. არ უნდათ რომ გაიგოთ ეთყობა ბოროტებს. ანუ თემა იქნება ფიქრები და გრძნობები თქვენი პარტნიორის და ღირს თუ არა რომ გააგრძელოთ, ესე იგი ორივეს მხრიდან გამოჩნდება ურთიერთობა, ხო? ანუ გადაწყვიტავთ, მიხვდით, რაც ამოვა, გადაწყვიტავთ და მე ეხლა ცოტა წავითამაშოთ, მოდით, ესე გავაკეთო. ორ კარტს ამოვიღებ, ზემოდან და ქვემოდან, იმიტომ რომ იყოს შორ-შორს, ჩემი დამწვარი ხელები არ შეიმჩნიოთ, რა ვქნა სანთელთან მუშაობ და რიტუალებზე მეწვევა. და იმიტომ რომ ახლო არ იყოს, რომ გავარკვიოთ მეც თქვენთან ერთად, ღირს თუ არა თქვენი ურთიერთობის გაგრძელება. აბა ვნახოთ ახლა მისი ფიქრები, ჩაიფიქრეთ გოგოებო ბიჭებო. 1 და ქვემოდან 2. ხო, ახლა ამოირჩიეთ, ეს გინდათ, ეს ჩემგან მარცხენაა, ეს ჩემგან მარჯვენაა. ავიღებ ახლა მარჯვენა კარტს. ფიქრი უყურეთ, გოგოებო, მამაკაცი, რომ თქვენზე რას ფიქრობთ, რომ ხართ ძალიან ლამაზი, სექსუალური, მომხიბვლელი, თან აი როგორ იცით, ოჯახის ქალიც, დღეც რომ კარგი ხართ, ღამეც რომ კარგი ხართ, აი როგორც მელაკუდა, აი ეგეთი ადამიანი და ძალიან ესე ეშმაკუნა ხართ რა, აი ამას ფიქრობს. აბა ეხა მეორე. ნუ რა არის, იცით, აქ ყვავიცურევია და ეს ორი კარტი არის, რომ ახალი დაწყება უნდა სიტუაციის, თუ ბავშვები ყავთ, ბავშვებთან ერთად უნდა თქვენთან ყოფნა, მიხვდით? ან თქვენ ყავთ ცალკე შვილები, თქვენ შვილებიანად ერთად უნდიხართ, აი ხა ფიქრობს, რომ ვინც ერთად არა ხართ, რომ აი იქნებო, ეხლა რომ ვიქნებოდი ერთად, ან კიდე ესე განმარტავ, რომ მისი ფიქრებია, რომ თავიდან დაიწყოთ ურთიერთობა, მიხვდით? ახალი ურთიერთობა რომ დაიწყოს, ან ახალი გაცნობილები ვინც ხართ, იგივენაერად ძალიან მოწონ ხართ და ბიჭებო, ასევე თქვენ სიტუაციაშიც ესე თამაშდება, ნუ გასაგებია. კარგით. ეხლა კიდე ამ წუთას რას ფიქრობს? 1 და ბოლოდან ვიღებ 2. აირჩიეთ თქვენ. ამ წუთას ფიქრობს, რომ აი ეს ვინც ამოირჩიეთ, იცით რა არის, თანხებზე აქვს პრობლემა. და ეს არის სხვათა შორის მისი წინაპრები. ეს არის გოგოებო მისი წინაპრები, ბიჭებო, თუ თქვენ უყურებთ გოგოების წინაპრებზეა აქ საუბარი, რაღაცა ამ წუთას რას ფიქრობს და რომ უშლის ფინანსები ხელს, რომ რაღაცა აქ მოსაგვარებელი, მიხვდით? მოსაგვარებელი აქვს თავის გვარში, ასე ვთქვათ, თავის წინაპრებში. აბა მეორე კარტი რა ხდება? კი, ნამდვილად, აი როგორ არის უყურეთ, ნუ აქ ჩარევაც არის, თან ორივე კარტსაც ვკითხულობ ერთად. აქ წყალი არ გაუვა, მაგიური ჩარევა არის, მიხვდით? ან ვინმე დაეღუპა და უშლის ამ წუთას ხელს, რომ თქვენთან ერთად იყოს და კონტაქტზე გამოვიდეს. კი, აქ ოჯახის წევრებს მიჩვენებენ, აქ არის ნათესაური კავშირი, არ გამოვრიცხავ, მაგრამ მაგიური
ჩარევაც იყო ან არის და ნუ თავი აქვს ესე იგი გაბრუებული ტვინი აქვს ახდილი იმის გამო რომ ვერ არის თქვენთან ამის გამო არ აქვს შესაძლებლობა რომ იყოს თქვენთან გასაგებია აბა კიდე რას ფიქრობს კიდე და მე სხვა კითხვაზე გადავალ ბიჭებო თქვენ ვარიანტშიც ესია იგივე გადაათამაშეთ ხო მე ერთ სავხსნი და ეს პირველი ჩაიფიქრეთ მეორე ჩაიფიქრეთ მე ერთად წავიკითხავ ესე იგი აქედან ავიღოთ ნუ რა უნდა და შეიძლება ნაწყენები იყავით, შეიძლება 20 რიცხვი ზუსტად და ეს ყვავიც მიანიშნებს, რომ იყო აქ ხმლები ჩარევა, იყო სხვა ადამიანებისგან, იყო განხეთქილება და თქვენთან უნდა იდილია, აი რას ფიქრობს, რომ ერთად იყოთ და ჩახუტებულები იყოთ და უნდა საუბარი თქვენს ერთად ყოფნაზე, უნდა საუბარი მომავალ გეგმებზე და გეგმარება ამას ფიქრობს რომ ესე იგი აი ესე ერთჯერ ქვეშ იყოთ აბა აქეთ რას ფიქრობს კი ნამდვილად აგე მზე ამოვიდა გენაცვალე შეხვედრა იქნება გარდაუვალია იქნება სწრაფი შეხვედრა გზების შეხვედრა მოლაპარაკება შეთანხმება გახარება და რა ვიცი აი ჩახუტება ძალიან გამეხარდა აი ამ კარტების მერე ნუ გასაგებია ეს ფიქრები კარგი ხო ეხლა მისი გრძნობები თქვენი პარტნიორის გრძნობები გოგოებო ბიჭებო ვიღებ ზემოდან და ვიღებ ქვემოდან რომ შორიშორს აი ახლოს არ მინდა დღეს რატომღაც რომ ტარო იყოს ერთად მისი გრძნობებიო თან 20-ის მერე 22 რიცხვი მაგიური ნიშნები ეს არის სამყაროს ნიშნები მეგობრებო ნუმეროლოგიაში გელაპარაკებით მოკლედ როგორ არის იცით გაყრილია თქვენი გზები ბევრთაგანს აქ მეუბნებიან რომ ნამდვილად იყო ჩარევა იყო განხეთქილება შეუთანხმებლობა იყო ესე იგი ქალის მხრიდან იყო ჩარევა და ეს ქალი მაგისი ეს არის საპერნიცა პირდაპირ რო გითხრათ მესამე პირი მეტოქე და თქვენ იცნობთ ამ გოგონას იცით და ბიჭებო თქვენ ვარიანტშიც გოგო არის გოგოსგან წამოვიდა ეს განხეთქილება აბა ეს ვინც ჩაიფიქრეთ ნუ ხუთიანი გული და ეს კი აი ხო თქვი არა ჩარევა იყო ნამდვილად იყო რომ თქვენ ნამდვილად უნდა დაახლოებულიყავით გეწერათ ეს უყურეთ უნდა გამყარებულიყო თქვენი ფესვები ოჯახი უნდა შემდგარიყო და აი ეს ჯანმრთელი ურთიერთობა ეს სიყვარული ხო მოკლედ ხუთიანში გადაგიტანეს უსიამოვნებაში გაურკვევლობაში ისევ თქვენმა ახლობელმა ადამიანმა ეს მისი გრძნობები აბა კიდე გრძნობები ვნახოთ გასაგებია ნუ აქ ჩიტებიც არის აი ზედმეტი ლაპარაკი კი და განხეთქილება იყო ნამდვილად იყო აბა კიდე თქვენი პარტნიორის გრძნობები მარჯვენა მარცხენა ჩაიფიქრეთ ხო აბა მარჯვენა მისი გრძნობები თვითონ ამოვიდა ესე იგი ან შორს არის ან საზღვარგარეთია ან თქვენ ხართ შორს და თანხებზე საუბარი სისწრაფე ესე იგი თევზივით ჩქარა რო უნდა რომ მოცუროს მიხვდით და ისე ჩქარა რო აი ფრთებიც კი გამოიბა მიხვდით და აღელვებულია თქვენ აი ნახვა უნდა შეხვედრა უნდა ეს არის მისი გრძნობები შეხვედრა სწრაფი შეხვედრა ნუ
აქაც კი, ნამდვილად არის რაღაცა პატარა წინაღობები არის, მაგრამ გადალახავს, გადმოლახავს და იქნება აუცილებლად იქნება შეხვედრა მეგობრებო. აქ უყურეთ ვალეტი აგური და კაროლი აგური ამოვიდა. აქ ბიჭებო თქვენ დაფიქსირდით და თქვენი ბიჭები დაფიქსირდნენ. ცოტა ახალგაზრდა ენერგეტიკა და ცოტა მოზრდილი ენერგეტიკა, ასე დავარქვათ, ხო? ჩამოყალიბებული მამაკაცი. აი ეს არის მისი გრძნობები, რომ ესე იგი აი ეს მოცელოს, აი ეს ყველაფერი ცუდი, რაც იყო მის გონებაში, თქვენ შორის და ძალიან სწრაფი, ან გზა უშლის ხელს, არც ამას არ გამოვრიცხავ, რომ გზაც უშლის ხელს, არ გამოვრიცხავ, ან თანხებზეა საუბარი, ან თვითონ საბუთებზეა საუბარი, აი ესეცაა ხელისშემშლელი ფაქტორი, არც ამას არ გამოვრიცხავ. კარგით გენაცვალე. ერთი კიდე მისი გრძნობები და აბა ღირს თუ არა რო იყოთ მასთან. მარჯვენა, მარცხენა, ჩაიფიქრეთ. მისი გრძნობები. გოგოებო, ბიჭებო, თქვენ ხართ ძლიერი მამაკაცი მისთვის, დამცველი, აი ესე გხედავთ, მიხვდით და ძალიან უხარია, რომ ესეთი ყავხართ და ვინც ერთად ხართ და ვინც არა, ისევ აი ეს ნათესაური კავშირი უშლის რა, სისხლის ნათესავები უშლიან, რომ აი ეს ნაბიჯები გადმოდგას და გოგოებო, ძალიან ძლიერი პიროვნება, იცით და უნდა რომ ეს თავისი სიძლიერე ხო, რომ თქვენთან ერთად გამოხატოს, აი ეს დაჯერებული დინჯი ნაბიჯებით მოდის. აბა მარცხენა, ხო, აი დინჯი ნაბიჯები, იცით რა არის? ლილია კი, ყვავილი ამოვიდა, მაგრამ ეს ხო ცოტა ლილია რა არის, ხო, დიდხნიანი ბედნიერება. ეს ნამდვილად უნდა, კი, უნდა რომ დიდხნიანი ბედნიერებას ამუდამო ბედნიერება მოგანიჭოთ, ბიჭებო, ასევე თქვენს, მაგრამ ეს არის დიდხნიანი, ხო? ესე იგი, ცოტა დრო უნდა თქვენს შეხვედრას, ვისაც ეს გესაჭიროებათ, გადაათამაშეთ თქვენ თავზე, რომ აი ესე დინჯი ნელი ნაბიჯებით მოვა, მაგრამ აი უეჭველი იქნება ბედნიერება, ესეთ ძლიერ მამაკაცთან. გასაგებია. მოდი ახლა მე მინდოდა კითხვა ღირს თუ არა გაგრძელება, ჯერ ესე მიკარნახეს რატომღაც უნდა გადავაკეთო კითხვა, გადავაკეთო არა, სხვა კითხვა დავსვა და მერე ის. როგორ გხედავენ მაღალი ძალები თქვენ და თქვენს პარტნიორს? არ იქნება ურიგო. ჩაიფიქრეთ. მარჯვენას ვიღებ. როგორ გხედავენ, იცით, რომ თქვენ ესე იგი დაუჯერეთ, ან ხშირად ეჭვიანობთ, ხშირად უჯერებთ სხვა ადამიანებს, სხვის აზრებს უფრო ითვალისწინებთ, მიხვდით და ეს განხეთქილებაც ახლობლების წრეა, მე ასე ვიტყვი, ეს განხეთქილებაც მოდის მანდედან, ვისაც ეს გჭირდებათ, გაიგებთ და გადაათამაშეთ თქვენ თავზე. აი უნდა დაანებოთ სხვის ენების სმენას, სხვის ჩურჩულების, ჩურჩულების დაჯერებას, მიხვდით? იყო განხეთქილება, ნამდვილად იყო, მაგრამ ეს სამყარო ამბობს, რომ თქვენც მიგიძღვით წვილი, ხო? წვლილი. თქვენც მიგიძღვით. აქ არის 4-იანი მეფე გული და სახლი. აი რაც ვთქვი, ხო, აი სახლში ნამდვილად, ესე იგი, აქეთ მხარეს როგორ ხედავს, იცით, რომ ხართ ოჯახის ადამიანი, ხართ ბიზნესი გაქვთ, შეიძლება რაღაცებს საწარმოები გაქვთ, ხო? ხართ, ესე იგი, ძალიან კეთილი ადამიანია, კეთილი მამაკაცი ხართ, კეთილი ქალბატონი ხართ, მე რა რო კაცი ხატია, ქალბატონები ხო ჩვენ შინაგანად მამაკაცის ენერგეტიკა ვართ და მამაკაცები პირიქით, ხო? ინ და იან ესეა სამყარო მოწყობილი, ჩემ მოგონილი არ არის.
მოკლედ განხეთქილებას არ დაუჯეროთ, რასაც იტყვიან, თორე ყოველთვის ეს სიტუაცია გექნებათ, მიხვდით, რომ სახლში გექნებათ გაურკვევლობა, დაანებეთ სხვას, უსმენთ და ეჭვიანობთ ზედმეტად და აქ ესე ხედავთ გენაცვალე ზოგს, ესე იგი გონია, ეხა მეუნებიან რომ ნამდვილად მესამე პირია მეტოქეა, არ არის ესე ამ სიტუაციაში თქვენ თვითონ იწევთ ესე იგი ხანდახან აი ამ გაურკვევლობებს, მოდი ესე ვთქვათ, თვით დანეგატივება, თვით გათვალვა ხო ხდებით, არა, თვით დაბლოკვა და მე ესე თავის ტკივილებით და აი ესე რა არის ეს ხო, ჯანმრთელობას იკარგავთ, ხო, თაგვი იპარავს, ხო, კრადნიკებია, ხო, მოპარვა და ჯანმრთელობას და ურთიერთობას ძაბავთ. გასაგებია. აი ხა გადავიდეთ კითხვაზე. ღირს თუ არა გაგრძელება ურთიერთობის. ამოვიღებ მარჯვენას და ქვევიდან მარცხენას. ნამდვილად ღირს და ნამდვილად სწრაფად იქნება სიყვარული, ახსნა სიყვარულის გვერდში ყოფნა, ყველაფერი კარგი, აი სიყვარულის ანგელოზიც კი გლოცავთ, ხედავთ, აი ბიჭებო, ნახეთ თქვენც გაგიმართლებთ. ნამდვილად ღირს მარჯვენა ეს ვინც ჩაიფიქრათ ლენორმანის დასტა და მარცხენაც ნამდვილად კი იქნება, ოღონდ თავიდან დაწყება, მარტო არ უნდა რომ იყოს, მიხვდით, აი მარტო არ უნდა და ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მიხვდება რომ ეს განმარტოვება გადაუვიდა მარტოობაში, მიხვდით და მიხვდება რომ აი სიცარიელეს გრძნობს და დაავადდება, მიხვდით, სულიერად, ასე ვთქვათ, ახლა გიჟიკი არ გახდება, ნუ ხვდებით ხო, სტრესები დაეწყება, უკვე დაწყებულიც აქვს და ორივე ერთად კი ეს მარტოობა დასრულდება და სიყვარულის შემოვა და ერთად ყოფნა იქნება ერთმანეთთან გენაცვალე, ვისაც ეს გესაჭიროებათ, გასაგებია. ძალიან კარგი. აი ხა რამდენად სწრაფად მოხდება, ეხა უკვე ამოვიღებ შუადან ორ კარტს. ძალიან სწრაფად მოხდება, მინდა გითხრათ, გოგოებო, ბიჭებო, 33 მაგიურია, 9-იანიც მაგიურია, გასაღები ერთმანეთის ბედში ხართ, ან ახალი ნაცნობობასაც მეუნებიან, იქნება ახალი ნაცნობობა, ვისეც ეს გესაჭიროებათ, აი ძალიან მაგიური ციფრები და მაგიური ნახატები დაგიჯდათ, მინდა გითხრათ, კი ნამდვილად, აი უყურეთ, აი ძალიან გამოხვალთ აი ამ დამაყვავის პოზიციიდან და კაროლი ყვავიც ჩავთვალოთ კაცად, ხო, კაროლი ყვავის პოზიციიდან, გადახვალთ ესე იგი იმაში რა ქვია, კარიერა წინსვლა, მოარგებთ გასაღებს, ესე იგი მარტო შეიძლება იცოდით სად თქვენი ბედი როგორ მიდიოდა, მაგრამ გასაღები არ გქონდათ რომ გაგეღოთ, ხო? აი ბედნიერება, ბუკეტი, ხელის თხოვნა, საქმეში წინსვლა, შეიძლება ერთად დაიწყოთ, ან ერთად მუშაობთ და კიდე კარგად გაგრძელდეს, მიხვდით? აი ესე სწრაფად მოხდება ეს ურთიერთობა, ძალიან მომეწონა ბოლო ორი კარტი რომ აი ესე დასრულდა. გამოიწერეთ ჩემი არხი სტუმრებო, ჩემი გაშლები და რიტუალები, მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის მაქვს. მე გახლავართ ნინია და მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.